მოკლედ დღეს ეწყობა დიდი ტესტი 12 კალიბრის ტყვიების სროლაში. თოფები გვაქვს ჰუგლუ G12 აი ესეთი ინტეგრირებული სამიზნით სპეციალურად მოწყობილი და მასაი მარა ოღონდ კიქსის smoke ჩოკით რომელიც არის ცილინდრი. ამას არაფერი არ აქვს, ჩვეულებრივ ქარხნულია სამიზნე. ტყვიები, რასაც ვაპირებთ რომ გავტესტოთ. ეხლა ვიტყვი ჯერ მე, აი ეს არის ქარხნული EAF-ის დატენვით 32 გრამიანი ბრენეკეს პატენტი. და აი ეს არის კიდე ესეც EAF-ის დატენვით 33 გრამიანი ესეთი შარიკიანი ტყვია, მე მგონი ყველას ეცოდინება. ესენი იქნება წინააღმდეგ ტარიელას ჟაკნებისა, რომელსაც მიშო მოგვახსენებს რომელი რა არის. ეს არის ეგრეთ წოდებული შოკი. დატენილი გვაქვს 1 და 8-ზე ნობელ სპორტით. ბატონო. ხო და რა ვიცი, ეს ვესროლოთ პირველი. ჯერ და მე მოდი ჯერ ტყვიები თქვი რომელი რა არის, რო ვიცოდეთ და მე ვისროლ, ბაზარი არ არის. ეს არის ბულავა. კომბალას ეძახის თვითონ ავტორი. ჩამომსხმელი. ბატონი ტარიელი. ესენი არის უკვე პოლიევის სხვადასხვა წონისა და მოდიფიკაციის ტყვიები რა და თან დავიწყებთ საქმეს. სამიზნე გვაქვს გაზომილი ზუსტად იმ კარდონამდე. არის 50 მეტრი მანძილმზომით და ეხლა შევუდგებით სროლას. პირველი ისვრის მიშო, რავი რომელი ტყვიებიც უნდა. ეს ვესროლოთ, აი შოკი ვესროლოთ პირველი. ეს როლე სამი მაინც ეს როლე და 8 ნობელ სპორტი. 35 გრამიანი. კი ბატონო, დადე, კარგად. დაუმიზნე, არაჩქარდე. აი, აქეთა მარჯვენა მაღლით. დაიწყე, კი ბატონო. მე ვერ დავინახე სად მოხდა. რა არის? თუ მარცხნივ და დაბლაგაც. ძმაო, ზეთავზე მოხდა, აი ამ ხელად 2 სანტიმეტრი. კაი, მაგას მე ვნახავთ. მიდი ესროლე, მიყოლებთ ესროლე რაღაც იმასაც შე. მე ვერ ავხედავ, რავი, ტელეფონში ვიყურები და იქთან ვიყურებ და არა ჩანს. კარგია, ეხლა მოხდა. ეხლა მოხდა სად მოხდა? კაი, რავი, და ვერ ავხედავ. მოდი ესროლე. ორივე ზედ მივას. დავინახე. რა მაგარია დედა მოვა. სამე ზედვე მივას. ვალადიც, მაგარია. ამ შედეგებს ყველაფერს განახებთ. ეგარი. აბა ბატონი გოგიტა. ეხლა არის ბრენეკეს თურქული პატენტი. ეს 4 ცალი გვაქვს. ანუ შევადაროთ დაჯგუფებაზე. ხო. ავამზადო მხარი. მე სათავლაგებ მაგის ინეგრი არა. მე ვესლი აფრიკა. ხემოთან ზევი. ვაი პოლევი, ეს არის 30 გრამიანი. მე ციგრი ჩავალადი დავას. რაღაცა იწვალ. და ადგილზე ნახოთ მე შედეგები. მე მაგის მე ეცმე კიდე ხო. და მე მარცხენას ვესვრი მე. ოპა, კარგია, მივუახლოვდით. კარგია.
ეგ ვეღარ დავინახე. მომონ ეგეთ. კარგია, 3 ცალი მოხდა ერთად. მაგრამ ჩაი. ემოციები. ძალიან მაგარია. დაიჭიბარიო გავაგრძელოთ ჩემი წესროლო. მოატრიალი არ დამისწრაფია. მოკლედ კაი გასართობი კი უნახეთ. ბიჭებო და გოგოებო. მირაჟია ლულაზე. ეგარ. წავით ახლა ვნახ. აგზელებს. ეს არის შოკია რა, როგორც ვთქვა. 50 მეტრიდან მიშოს ნასროლი. აი ეგეთი უმშვენიერესი დაჯგუფება გააკეთა და შემოხაზა არის გარედან გარეთ რა ვიღოთ 18 სანტიმეტრია. და ეს 3 ცალი კიდე ვაფშე ზის 6 სანტიმეტრში. რაც არის გლუვისთვის ძალიან მაგრესი შედეგი, აი. ერთი ხელი დადება რა ხარ. ამ მანძილზე 50 ხელი დადება, ჩამჭდა. მეორე ვისროლე, მე უკვე არ დავა კორექტირი რახან დაბლა მოხდა გავაგზელეს როლა, ეს არის ბრენეკეს პატენტი თურქული უაფის დატენვით. ესეც ყველაზე მეტად გაშლილი არის 18 სანტიმეტრში. და ეს 4 ცალი ქონა სამწუხაროდ ეს ტყვია. ესეც ესეთი მშვენივრად დასხა, რომელიც ყველასაც მე ვიხმარები ჩემი თოფით და რომელიც გარხმული ვიცი რომ კარგია. აი ეს არის. ეხა ეს ორი სროლა არის აბსოლუტურად იდენტური შედეგი. ეხა მე 5 ტყვია რო ყოფილიყო, ამისიც დარწმუნებული ვარ სადღაც აქ ჩასვლა. მაგრამ ამან მიზანთან ახლოს მიიტანა. ეხა მე შეცდომით არც დამიზნებია კარგად და ჩვენ გაშლა ვეროსუთ აღარ დავაკორექტირებ, მე დავინახე ერთი დაბლა მოხდა, შემიძლია რომ მაღლა დამოკიდა და მიზანთანაც დამესხა, მაგრამ მე ჯგუფს საფუჭებდა. ეხლა ეს არის უკვე პოლიევი. პოლიევი, ხო. პოლიევი, 30 გრამიანი. რომელიც გაშალა 30 სანტიმეტრზე 50 მეტრიდან გლუვისთვის. ესეც ძალიან მაგარი შედეგია და თან აი 3 ცალი დასხა ძალიან მაგრად. 3 ცალი დასხა ვაფშე 10 სანტიმეტრში და 50 მეტრაზე, რავი, რასაც უნდა ვესრულოთ ფაქტურად მომაკვდინებელია. უპრობლემოდ იმუშავებს. და ბოლოს ვესროლე ის ერთი ვაფშე გაქრა. შარიკიანი ყვია და რავი, საწავი 3 ცალი მქონდა სულ და ეს ყვია აღონდა არ მომწონს და 2 ცალი არის მოხვედრილი 25 სანტიმეტრში, ამას ვესროდი, ესეც როგორც ის ყვია დაბლა ისვის შეგიძლია დაკორექტირება უნდა არ დავაკორექტირე და მარტო 2 ცალი გვაქვს ამ ყვიის რა. და ეხლა გავაგრძელებ განარჩენების სროლას კარდონს. ბატონო, ახალი კარდონი დავაყუდოთ და დავწხოთ. გავაგრძელებ კიდე ტარიელას დაკნების სროლას რანაირად მომიჭე. ეხლა ვესროლოთ, აი ეს არის 35 გრამიანი. ეგ ეწოდებული კომბალა. გულავა კომბალა, ეს ეძახს. ძალიან მაგარი ტყვია. ძიმე ჯანიანი. ამასაც მარჯვენა, მაღლა უცხეში ვეს. ხო, ისე მაგთან მიმდევრობით დაიწყე. აინა. არა, ჩქარ და კარგად დაუმისნე. ტელეფონში რო ყურები ვეღარ ავხედავს. ოპა, კარგია. რაღაცას მოხდა. სად გააგდო. კარგია ეგეც. კარგია ეგეც ძალიან მაგარია ზმავა. ეს ტყვიებია ძალიან მაგარი. კარგია. კარგია. ეხლა დაიჭი ტელეფონი. გავაგრძელო. მაგრა ის რო არის. მაგარია. მე რომელი ნახავთ ეხლა, მივალთ და ნახავთ რა. ამან ის როლა, რა ვიცი, რომ საუკეთესოდ. ამევისვრი აი პოლიევებს. ეგ არის ყველაზე მსუბუქი პოლიევი. აუნა. იმედი კი არა გვაქვს, მაგრამ უნდა. ძალიან მაგრა ის როლი აი ახლა. ტარიელას ჟაკნები მოკლედ ამართლებს. გუგუნებს. ხელავში, დუშეთიდან წამოღებული ჟაკნები.
კაი, გაგიჟება შეიძლება. გეუბნები, აი მაგით მოვკლავდი იმას, რა ქვია, შაშუ და ჩხარც. ის აი გრია და ერთი წელი ოდროვ და დანარჩენი აი გრიზის. ის ერთი შეიძლება გამეკცა რა. სასწაული შეგვიძლია. აბა ვნახოთ. აი გარიყვია. ეხლა ვეცდები რომ ცენტრზე გავარკვევი. და დაბლა. აბიჯო გამაძრო. აჩართული არის გამაძრო. და ესეც პოლიევის მოდიფიკაცია. მძიმე ტყვია ესეც, ჩემი მხარით დაიბეგოება ჯიგრულად. რა შენაღვლება ტარიელა, მები. თვითონ პნევმატურსაც გააისვრის და ჩვენ კიდე აქ 36 გრამიან ჟაკნებს გვასროლებს 450 მეტრ წამით. ადარდე. არა, ატარა. ანეგეთი პოზიციიდან მაგარი ტრაკტორია, ბიჭო სროლა. აუდ შუაში გავა. ეს გამექცა დანარჩენ მაგრას იყო. წავიდეთ, აბა წავიდეთ, ვნახოთ. წავიდეთ. ძალიან მაგრად. მოკლედ ეს არის ბულავასი. ეგრეთ წოდებული კომბალა რა. კომბალა, კი. კომბალა. რომელმაც 4 ტყვია მაჩვენა აი უიდეალურესი შედეგი 50 მეტრიდან. ჟაკნისთვის ძმაო ეს რავი 4 გასულა. ზოგი ნარეზიას ვერ ისვრის ეგრე რა ვიცი ზმო. 10 სანტიმეტრია მართლა ეგრეა. 4 გასროლა არის 10 სანტიმეტრი. ნანეხა პატარა დიალურესი ჯგუფი და ერთი ცალი ოღონდ მოწყვიტა რა როგორც ეი შევია მოწყვეტები ხოლმე 24 სანტიმეტრში, მაგრამ რაღა ეს ერთი ცალი მოწყვდება, რომ ძალიან მაგარი ტყვია, ძალიან მაგარი დოზა, წამალი, რამეს უყოლაფერი დასმულია, დამჯდარია ამ ფოხზე. რეკომენდაცია ბულავა კომბალას 1 და 8-ზე ნობელ სპორტი. ეხლა ეს არის მე ვისროლე პოლიევის სუბუქი 28 გრამიანი თუ არა ვცდები, ზუსტად წონა არ ვიცი და 4 ისროლა ნორმალურად 25 სანტიმეტრში ჩასვა 4 ეს აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი შედეგია, მაგრამ ეს ერთი ცალი აიქ რატო გამოაქანა არ ვიცი, ესეც მოწყვიტა რა 45 სანტიმეტრზეა ეს იმენა მოწყვეტილია რაც თქვია და ბოლოს მე მიშო მისროლა აქეთ 38 გრამიანი პოლიევები ზუსტად მაგ მოდიფიკაციას რა ქვია არ ვიცით, მაგრამ დაანგრია კაცი და შედეგი არის ოღონდ ძალიან მაგარი. აი ესეც ცალი არის ძმაო სერიოზული მოხვედრილი, ეგეთ 18 სანტიმეტრშია 4 გასროლა არის, თოფის ჟაკნისთვის იდეალურია და ერთი ცალი არის მე მოწყვეტილი 28 სანტიმეტრში, ლიანობაში ძალიან მაგარი ტყვია, ესეც ძალიან მაგარად მოხდა და ბოლოს მე ვესროლე 36 გრამიანი პოლიევი და ეს ერთი არის ჩემი ბრალი უკვე, იმიტომ რომ ხარი მეტკინა და პროსტა ვესროლე რა, არა ხარნა მედო თოფში და ვისროდი ვესროლე, თორე აღარ დამიზნებია წესიერად. სამი ცალი მოხდა 17-18 სანტიმეტრში, ესეც მშვენივრად არის, ორი ცალი წითელი შერი მოხვედრილი და ამ თავის მოსხლეტვა გაქცევა გამოცემა 34 სანტიმეტრში. ესეც ნორმალურად ისროლა, ეს ორი ტყვია აი იდენტურად არის რა ნასროლი და ესეთი შედეგებია. ძალიან მაგარი. ყველაზე კაი შედეგი ეს არის რა, კომბალა ეგრეთ წოდებული, ტურიზმი დაინტერესდებით. კომბალათი მიახვედრებთ თვითონ იპაყიდის. ძალიან ძლიერი ტყვია, ძალიან მაგარი, ექსპანსიური, ჰოლოუ პოინტი, მჭრელი გვერდებით, მოკლედ რასაც მოხდება ნადირს, დედა აქ აფეთქებული. აი მე ვაძლევ ნებისმიერ გარანტიას, რომ ეს რო ნადირს მოარტყა, ჩათვალო გახეთქილია შუაზე. სიზუსტეც იდეალურია, წონას ისრაფეთ ძალიან მაგარი ტყვია.